სადარიან ახლა ამდენი ხანია? აი, დავშვიდი რა, ჩვენ მოვედით ცოტა ადრე. ცირა, როგორ ახარ, გელაცვარი. აკაკიცი რა არის, ეს ნოტარიუსი ვალის და მარინას ნაცნობი აღმოჩნდა. მარტო მიდიხარ? არა, იკასთან ერთად. იკა? მე შეყვარებულია. იარაღი დანა რამე ხوار გიწევს. არა. კარგი დაჭიქი. აუმარჯოს. რა მდგომარეობაში თამრიკო, არაფერ მდგომარეობაში არ ვარ, ბავშვი მინდა წავიყვანო. ისევ დაიწყე ხოსმა. ისევ დაიწყე სმა. არ დამისწრე თამრიკო, სმა შევხვდეთ ბავშვების მეგობრები და შევუკავით ლაპარაკს. დილამშვიდობისა. სადა გავუშვი სკოლაში. მაინც აიყვანა? არ გაგიგია ხო? არა, გათიშოს მეძინა. თვალი იყავი დაბრა. ხო, ცოტა ბევრი მომივიდა და თავი მისკდება. მოდი დაჭიქი უნდა გადაბარაკო. აუ, ძალიან ცუდად თავი ხა, თამრიკო მე რა ვილაპარაკოთ რა. თან მეჩქარება სამსახურში. არა, მოდი დაჭიქი. მე გუშინ ძალიან ვინერვიულე. აი რა, არაფერი არ გასახებია. ცოტა დაულია. არა, მაქვს ანერვიული. ცოტა დალია, შენთვის ცოტა დალებაც არ შეიძლება ხო? შენი პრობლემების გამო. ცოტა რომელი პრობლემების გამო? და აღარ გახსოვს. მოდი ძალიან გთხოვ რა, ნუ მიუბრუნდებით ახლა წარსულს რა. როგორ არ მიუბრუნდეთ წარსულს? მე ძალიან მეშინია რომ იგივე მდგომარეობა არ მოხდეს. მე ვნერვიულობ შენსეთ საბაზედაც. შენ ხო იცი რა მე საბა როგორ მიყვარს და ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ რომ საბასთვის იყოს ცუდი. აი მაგაში უკვე ეჭვი მეპარება. იცი ლევანი წუხელი მთელი ღამე არ მეძინა. ბავშვი სულ შენ კითხულობდა. მთელი ღამე ვუყურებდი რომ არ დაწყებოდა შეტევა. მე ხლა უკვე ეჭვიც მაქვს იმისი ღირს თუ არა ბავშვის შენთან დატოვება. რას ნიშნავს შეიძლება და ღირსჩემთან ბავშვის დატოვება? ჩემი შვილია და ჩემთან ერთად არის ყველაზე კარგად. ისევ რომ დალიო ლევან, ისევ რომ ღამე არ მოხვიდე. აი ამაზე ვნერვიულობ. უკვე გითხარი რომ ბავშვობის მეგობრებს შევხვდი მეთქი და ამ თემის გაგრძელებას აღარ ვაპირებ თამრიკო. ისმენთ. ლევან, გამარჯობა, თინა ვარ. ხო, თინა. რა ხდება? სტუდენტები გელოდებიან 9 საათია აუდიტორიაში. არა, აი მოვდივარ ძალიან დიდბოდიში რაღაცა პრობლემა მქონდა. ხო, მშვიდობა. კი, მეორე საათზე აუცილებლად ვიქნები. ხო, კარგი გელოდებით.
კარგი. სამსახურშიც პრობლემა. ხო? არა, უბრალოდ მაგვიანდება. ხო, გაგვიანდება. ლევან, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ. მე შენ კიდევ გნახავ ამ მდგომარეობაში. საბა იქნება კიდევ ასე უყურადღებოთ მიტოვებული, მოვკიდებ ხელს და წავიყვან. რას ნიშნავს მოკიდებ ხელს და წაიყვან? აბა, ამას როდემდე უყუროს ბავშვმა ამ მდგომარეობას? რა მდგომარეობას უნდა უყუროს? რა მდგომარეობას? ერთხელ დავლია, ლოთი ხო არა ვარ, რა? მე შენ გაფრთხილებ. ბავშვი არა ნერვიულო. ნახე რა კაი რეცეპტია, გავაკეთოთ რა. რა არ მანჩვენე? აი, კექსია, ძალიან მარტივია. ველენე, მე ტკბილოულს არ ჭამას უქებს. აუ, კარგი რა, ეს არ გაგასუქებს. აი, გააკეთე. გავაკეთებ. შენ ძალიან ცნობილი რო გახდები და დილის კულინარიულ შოუში მიგიწევენ, მზად ხარ მაგამბისთვის? კაი რა, სულ თუ არ ამომჭრას, კარგი იქნება. მე რატო უნდა მოგჭრო? რა ვიცი. მაშო. მაშო. ეს რა ხარ? აი. შენზე ლაპარაკობდით ახლა. მართლა და რას ამბობდით? შენზე კი არ გუშტილ გადაღებაზე. ელენე ამბობდა ნეტა საერთოდ ხო რა მომჭრას. ხო. არა, რა მოგჭრეს, აი. ეხა გაჩვენებთ რა გამოვიდა. რა არის ეს? დამონტაჟებული მასალაა. მე უკვე უყურე და ის ძალიან კარგად თამაშობს. მართლა? აუ, როგორ მაინტერესებს. ხო. ვიკაც ხო ჩურის შენს შვენიურად ჩანხარ ერთი კადრი მოხდა და რეჟისორმა არ ამოგჭრა. რა პონჩი. ხო, რა ვიცი, ამ ბუნებრივად გამოვიდა, ვითომ შენს ერთ-ერთი კლიენტი ხარ. ვაუ, საერთოდ არ შემიმჩნევ, ეხა თუ მიღებდნენ. აუ, ტელევიზორში როდის გავა? ამ კვირის სერიებში იქნება უკვე. რუსტენმა მთხოვა რომ მოიტანეო დამონტაჟებული სანამ გავაო ტელევიზორში და მოუტანე. და რო არ არის რუსუდანი? მართლა? არ უთქვამს. ნომერი მომეცი რა გთხოვ იქნა დაურეკა. ჩემგან დარეკე. რუსტენ მაშა ვარ. კარგად მადლობ. რუსტენ დამონტაჟებული მასალა მოგიტანეთ, სალონში ვარ და არ დამხვდით. არ არის პრობლემა, არა, მე მანქანით ვარ და მე თვითონ გამოგიტანთ. კარგით. რა? ჩემთან გამოიტანეო სახლშიო და მისამართი მითხრათ იქნება რა. აუ, სანამ ტელევიზორში იქნება, მოდი რა ვუყუროთ, თორე ვერ მოვითმე. კაი, ცევქენ ხარ რუსტანის კომპიუტერში უყუროთ და თან აგიხსნით საცხობი. კაი. დავედი. ჩემებს ველაპარაკე. რაზე? თურქეთზე. ხო? ვეომე. არა, ვიდეო ჩემო გამომკითხა რაღაცები. ვისთან ერთად მიდიხარო? მოუთხარი რომ მარტო მე და შენ მივდივართ. არა, თავიდან მოთხარი ბავშვები მივდივართ თქვა და მე თაგაზე მკითხა და მოთხარი იკას ნათესავი პატიჟებს თქვა. რა? რავი, არაფერი, რაღაცები დამარიგა და ნორმალური რეაქცია ჰქონდა. კარგია, ესე იგი არ გაბრაზებულა რაღაცა. არა, მაგაზე მამაჩემის უფრო მეშინოდა. ეცო მამაშენსაც უთხარი? ხო. და სხვა შორის ძალიან კარგად შეხვდა. რაღაცები მითხრა, სწორად იქცევითო და ცოტა გამიკვირდა. კარგია. ხო, ძალიან. ვიცი რა ვიფიქრე ვაფშე? რა? ხო არ გავიცნო თქო შენები. დედაჩემი და მამაჩემი? ხო რა. ამდენი ხანია ერთად ვართ და მგონი უნდა მიცნობდნენ.
რავი, როგორც გინდა, ისე აუცილებელი არ არის. ანუ კაი იქნება რა. თან უეჭველი ხა იმათაც აინტერესებთ ვინ ვარ და ისე. ხაით მართალია. რომას ველაპარაკე. მე? კარჩე მაგას უნდა რომ თბილისშიც გახსნას რა, რაღაც რესტორნის ფილიალი და კარჩე ჩამოხვაო თურქეთში ვილაპარაკოთ. ანუ შეიძლება აღარ წახვიდე? ხო რა, არ მინდა წასვლა რა. არ მინდა და თან ეხა მე რო წავიდე უეჭველი უნდა წამოხვიდე შენც. მირჩევნია რა, აქ თუ იქნება ვაფშე წარმოგარი რომ იქნება. ხო, ძალიან კაი იქნება. და კიდე რა ვიფიქრე იცი? რა? თურქეთიდან რომ ჩამოვავთ, ვაფშე ერთად ხარ ვიცხოვრობთ. ერთად? ხო რა. რა იყო? არაფერი, просто მოულოდნელი იყო ცოტა. გაიაბა რამდენდე ვიყოთ ეხა ეს. რავი, ნახოთ. უეჭველი უნდა წავიდე ხა მე. უკვე? სად მინდა ხა? უკა ჩამოვიდა და просто ერთი კვირა გაჩერდება აქ და ეხა რო არ ნახო ჩამოვა მე თურქეთიდან აღარ იქნება და რა ვქნა. წამოდა გაგაცნო. არა, მე ვერ გამოვაჭერ. აი წამოწოდა. არა, დამირეკეთ მე რა სწავთ. აი ხარ გამბაზე. არა. აი ხო. დაგირეკავ მე და მოცა. დაგირეკავ იმერე რა. აი. ძალიან დამოკლიანდა? არა, ჯერ არა. რაღაცა ბევრი ხალხი არის ჯერ, ხო? საუკეთესოებაში არჩიეს მარტო. ვიცი, მე როგორ მოვხდი, შეფიცარ ვარ. შენს აპლიკაციებში რაღაცები მოვიტყუე. რა მოიტყუე გეხვეწები? ჩავწერე რომ რამდენიმე რესტორანში გაქვს ნამუშევარი შეგმზარეულა. ვაიმე, ეხა რაღაცები რომ მკითხო, რა ვქნა? კაი, ნონერვიულობ, არაფერს არ კითხავ. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია თქვენი აქ ნახვა. მე მგონი ყველანი ვართ, ხო და შეგვიძლია დავიწყოთ. პირველ რიგში წარგინეთ ჩემს თავს. მოკლედ, მე ვარ ირაკლი დავითულიანი, უკვე 7 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ და იქ მუშაობ. და მანამდე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მქონდა პრაქტიკა და ძალიან მიხარია რომ დღეს ეს გამოცდილება თქვენ უნდა გაგიზიაროთ. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი ვორქშოპის თემად შევარჩიე ვახშამი ორისთვის. ალბათ მაგიდან გამომდინარე ხვდებით, ხო? ძალიან კარგად მუშაობს ამერიკაში რესტორნები ამ კუთხით და ძალიან საინტერესოა. ნუ მე ხვდები რომ ხა აქ რესტორანი ძირითადად კეიპთან ასოცირდება, ხო? მე მგონი მართალია. არა ვაშავს. მოკლედ, ძალიან საინტერესოა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კუთხით მუშაობა, რომანტიკული ვახშამი. აი ამ დროს ნუ რა თქმა უნდა წყვილებს ხა ხინკალს ვერ გამოუტანთ, ხო? თან ძირითადად ამ დროს წყვილს ურჩევნია რომ შენ შეურჩიო კერძი. ხან პირველი დეითია, ერთმანეთს ებრანჭებიან და ხან ამ დროსო წარმოვიდგინოთ ხინკლის წვენს უხრეპენ. არ იქნება სწორი, ხო? ან ხალხმოყრილი ქაბაბით გაბრანჭვაც არ იქნება საინტერესო. მოკლედ ამ დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ყურადღება მივაქციოთ. მე როგორც მივხვდი, ერთ-ერთი ქალბატონი ყავს აქ და წუნებული ვარ ამ ვორქშოპის შემდეგ ყველას მოუნდება მისი დაპატიჟება რომანტიკულ ვახშამზე. მაგ პატივს თუ შეიძლება ჩემთვის გასაგებია კი ბატონო, გასაგებია. მოკლედ, ვორქშოპის შემდეგ მე მოვამზადებ რამოდენიმე კერძს და შემდეგ აი ჩვენი წყვილი დააგემოვნებს და შეგვიფასებენ. მოკლედ, კიდევ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც კლიენტთან ურთიერთობის დროს, რაც ყველაზე ხო, იქ სადარბაზოა. ხო. და ბოლო სართულზე ამოდი. კაი, საყარელო. კაი. რა გავზადე შენ ამ ცხარი დააყავა? ყველაფერი მზადდება. და უკვე ის. ვინ არის? მე ძალიან კაი გოგო, ჩვენთან გადაიხო საუბარი. რეკლამაა ხო რაღაც? არა, სერიალი ეხა დაიწყება. რა კაია. მე გავაღებ. მოდი მაშა. როგორ ხარ? ბაჭა, ჩემი. გაიცანი, ეს არის ჩემი ოჯახის დიასახლისი, ნანა, მაშო. ძალიან სასიამოვნოა, მაშო ვარ. უი. მე თქვენ გიცნობთ შორიდან.
უი, მართლა? ხო, აი ჩემ ბიჭთან ერთად თამაშობდით ფილმში. თქვენი შვილი? ვაკო. უი, ვაკოს დიდი მოკითხვა გადაეცით ჩემგან. აუცილებლად გადავცემ, გაუხარდება რომ ეტყვი გავიცანი მეთქი. მე მოგიტანით დამონტაჟებული მასალა უკვე და შეგვიძლია ვნახოთ. წესით უნდა მოგეწონოთ. კარგი, მაგრამ მანამდე ყავა დავლიოთ და ნამცხვარს დაგვასინჯებს თავისას ნანა. ეხლავე მოგიტანთ ყველაფერს. მაგრამ არ შეწუხდეთ რა? არა, შეწუხება. გუგუებს აჩვენე? აი მე ერთი სული ქონდათ, როდის ნახავდნენ გადაღებულ მასალას. და კმაყოფილები არიან ძალიან. სხვა შორის ელენისგან ძალიან კარგი მსახიობი დადგებოდა რა. ხო? მერე ვიკამ რა ორახასიათზე იყო. ვიკა არ არის ნაწყენი ნამდვილად, იმიტომ რომ ერთ ორ კაცში გამოვაჩინე. უი რა კაია. ძალიან კაი. აი, ინებეთ. დიდი მადლობა. მირთვი აუცილებლად არ მოგერიდოს, უგემრიელესია. მართლა ძალიან გემრიელია. მაშინ შენ რამდენი წლის ხარ? 26 წლის გავხდი. მე უფრო პატარა მეგონა. ხო, საერთოდ მეუბნებიან ხოლმე ხშირად. ეხლა მითხარი. კინოში მოღვაწეობ მარტო თუ თეატრშიც ხარ სადმე დაცში? არა, მარტო კინო. ამე გიждები კინოზე. მართლა? ნუ თეატრზე. უფრო მაინც თეატრზე, იმიტომ რომ ბავშვობაში ცოტა ხანი უმუშაობდი კოსტიუმებში თეატრში. ოი, მართლა? ძალიან მიყვარს. კინოც მიყვარს, თეატრიც მიყვარს, მაგრამ ფერსად ვეღარ დავდივარ, იმიტომ რომ ჩემ ხმარს არ უყვარს. აი ამ კვირის ბოლოს იგეგმება ძალიან კარგი პრემიერა. შემიძლია დაგპატიჟოთ თუ მოიცლით. რას ქვია თუ მოვიცლი, აუცილებლად მოვიცლი. მართლა? ანუ შევთანხმდით. შევთანხმდით. ძალიან კარგი. ანუ ვიღარ ვითმენ ახლა ლეპტოპი უნდა მოვიტანო და ვნახოთ, ხო? აი, ყავაც. მადლობა. არაფერში. მადლობა გოგოებო, კარგად. ნენესთან არის ჩაწერილი. ხო, მაგრამ რა ვთხოვე შენ მიხედავ. რა საქმეებზე გადის ის გოგო ძალიან მეინტერესებს. რა ვიცი. ხო ზაზა. კი სალონში ვარ. მართლა? კარგი, მიდი გელოდები. კარგი. ვიკა ძალიან მაგარი რაღაც უნდა გითხრა. ეხა მოვნენ ზაზა და როინი. მე შეთის არ მithქვას, როინმა ცოლი მოიყვა და რა? ხო, ერთი კურსი დაიწერე ჯვარი, ზაზა იყო მეჯვარე. ვაიმე, ყოჩახროის, იშოვა ბოლო ცოლი ბიჭმა. დიახ, იშოვა. იცნობ შენ? არა, არ ვიცი, ფოტოებში მყავს ნანახი და ეხლა რომ მოვლენ ნახავ. როინის სოფელში დაიწყეს ჯვარი და მე ვერ წავედი. დაქამდე რატო არ მითხარი? არ მინდა რომ გული გდგება და ნახოთ ერთი ვიში გამცვალა ბიჭმა. აუ, ძალიან მაინტერესებს. წავა. ლევეთ გოგოებო. მოგიყვანეთ ახალ მოხორცილებულები. გამარჯობა. როინ გილოცავ. ძალიან გამარჯობა. გაიცანით ეს თეონარის ჩემი სიხარული. ელენეს იცნო. ეს ვიკა არის. გამარჯობა. აი მე როინი ძალიან ბევრს ლაპარაკობს თქვენზე. მართლა? შენზე და ზაზაზე მაგარი წვილია. მადლობა როი. ყავას ხორდალებთ. კი. დაგჭირდით თქვენ და ყავას. მოდი დაჭერთ მოდი. მეც გამიგეთ რა ელე. კარგი. თქვენ მუშაობთ სადმე თეონა? კი, ნოტარიუსში ვმუშაობ, თარჯიმანი ვარ. და ენები იცი? ინგლისური და რუსული. კარგია. რამდენი წლის ხართ? 36. გასაგებია. აი, ყავაც კარგი. ვიკა შენ გაგაჭახო ხა ერთი მაგარი ბიჭი და ეგ არის რა. მე არ ნერვულად შემწე. მე თვითონ მივხედავ ჩემთან. ისე ბევრი კლიენტი ყავთ ხოლმე? კი, ძალიან. გუშინ სხვა შორის გადაღება იყო სალონში და იმედი მაქვს, რომ ამის მერე უფრო ბევრი კლიენტი მოვა. მადლობა სიხარულო. ვიკა შეხვედრია და არა.
მომიყვები ახლა თუ რა ვქნა. იკა იყო ამოსული. მე მითხარი უკვე მე. აი ფერღაც თურქეთის სპონსორ ლაპარაკობდით და მე ვთხარი ჩემებს დავალაპარაკეთ თქო. შეიძლება რა. აი დედა ჩემი ძალიან დაიძაბა და მამა ჩემო პირიქით კარგია თუ ბევრ დროს გაატარებთ ერთად. ეს ყველია კახა. ხო მეც გამიკვირდა ძალიან არ მოველოდი. იკამ რა? აი ფერ შემშობლებს გავიცნობო. ძალიან კარგი. ხო თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი ჩემ პონჩი მეუბნება თქვა და მე თვითონც თქვა რომ არა უკვე დრო არია. რაღაც მგონია რომ ხელს გთხოვს. ხო არ ვიცი. რა არიცი ახლა ესე სერიოზულად რომ უნდა ჟენებით გაცნობა? ხო თან პონტი აქ რა თბილისში იმუშაოს. ой რა კაია ეგ. ძალიან კაია. ამან არ ვიცი ძალიან ცოტა ხანია რაც შევრიგდით. რაც შევიგდით ხო და ეხლა რამდენი ხანია ერთად ხართ? იცი რა მითხრა კიდე? თურქეთიდან რო ჩამოვალ ცალკე გადავიდეთო. მე კაია. მაგრამ ხო იცი რომ არ ვარ ეგ როჟა გათხოვება ოჯახი. კაი სად ეგ გარდაუვალი რაღაც არის. ხო ანუ ეგეც მართალია. ხო თორნიკე. თაკო რა შვები? რა ვიცი აი სალისთან ვარ შენ? რავი უნივერსიტეტში ვარ, მან დაპირე ყოფნას? ხო რა იყო? არაფერი ნახვა მინდოდა შენი. არ გცალია ეს 1 საათში გამოვა. კი როგორ არა, ანუ დამირეკე რომ გამოხო, ოკეი? დაგირეკა. კაი სალი მომიკითხე. სალი თორნიკე მოგიკითხა. ჩემგანაც. სალიმეც მოგიკითხა. გავიგე. კაი მიდგალოდები საკ. მინდი კაი. ეს უნივერსიტეტშია უკვე. მე დღეს ძალიან მეზარება. არა მე უნდა მივიდე. ესეთ შენი და თორნიკეს ამბავით ძალიან მიხარია. რაღაც ისე უცებ მოხდა ყველაფერი რომ ძალიან საყვარელია თორნიკე. ძალიან. მე მგონი ესე შეყვარებულს პირველად გხედავ. მეც პირველად ხედავ ჩემ თავს ესეც. წამეთ ერთ გაგვიანდებაში. აბა, როგორ მოგწონთ ჩვენი ნამუშევარი? მე მგონი ყველაფერი კარგი გამოვიდა, ხო? ძალიან კარგი. ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან მუშაობა. და ეხლა როგორც თქვით, ილო და დეა დავტოვოთ სამახშობთ. სასიამოვნო საღამოს გისურვებ და შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარებთ. მადლობა კარგად ძალიან. იყავით. დიდი მადლობა. ნახვამდის დიდი მადლობა თქვენ. კარგად. გთხოვთ? აჰა. მადლობა. შენიერი გარემოა რა. კი, ძალიან მომწონს. აი ზუსტად ის არის, რის სიკეთებაც მინდა. თან ძალიან კარგად გამოგდის. ჯერ კიდე რესტორანში შევამჩნიე, მაგრამ მაგითო ჩაგწერე ამ გორშობს. სუმაქებ ხოლმე ჟენ. ეს მადლობა. იცი რას ფიქრობ? სწავლა უნდა გავაქცელო კოლეჯში. აი კარგია. თან ძალიან კარგად გამოგდის. კარგი შეგზარეული იქნება. ილო მადლობა. შენს ოცნებებს და მიზნებს გაუმარჯო. გაუმარჯოს. იცი რას ფიქრობ ხოლმე სულ? ქალები უფრო ახლოს ვარ სამზარეულოსთან. არა და კაცები უფრო ბევრი ხართ შეგზარეულები. ხო, მართალია. ой, ხარა წარმოვიდგინე, იცი? რა? აი შენ რო შეგზარეული გახდები. ხო. რომელიღაც ტელევიზია მიგიწევს კულინარიული შოუს წამოყვანილ. ძალიან ბევრი მაყურებელი გეყოლება, შენი შოუ გექნება. ილო გაჩერდი. მე მგონი ძალიან შორს წავედით ახლა. აგერ ნახე ეგრე თუ არ იქნება. ამოდი გავსინჯოთ. რაღაც ძალიან ისე გამოიყურება საინტერესოდ. ეს ღვინოც მოუხდება, ხო? შავი. ძალიან მაგარია. აბა, მართლა ძალიან გემრიელია. რითი დავიწყო? მირჩიება. რითი? პირველ რიგში როგორც თქვი კოლეჯში უნდა ჩააბარო. ხო. ძალიან ბევრი ნაცნობს გაიჩენი მაგ წრეში. მე სამსახურის პოვნა არ გაგიჭირდება თბილისში უამრავი რესტორანია. კი. მეც ყველაფერში დაგეხმარება. ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. ილო. მართლა არ ვიცი როგორ უნდა გადაგიხადო მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. იმისთვის კი არ ვაკეთებ ამ ყველაფერს რომ მადლობა გადამიხადო. უბრალოდ ძალიან მომწონს შენთან ყოფნა. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს.
სამი ხო არ დაგვრჩა. არა კაცო, აქ იქნება უბრალოდ იმდენი რაღაცა მიყრია რა. მოკლედ ეხა ნახავ და არის წასაღები და მე დავრეკავ იმ გადაზიდვის სერვისში. არ გინდა ლია იყოს ჩემ რაცეებს დაურეკავ და დამეხმარებდი რა იმიტომ. სინდისო და იცი რა გაუმაძღარი ხალხია. ყველაფერი გაუსიდიათ, აი ყველაფერი რა. სარეცხი მანქანა ჭურჭელი, ყველაფერი ჩემი ფულით ვიყიდე რა. დაურეკე ერთი რა, არ გაინტერესებს რას გეტყვის? კაილია რა, აი რას მეტყვის ახლა შენ? მე დარეკე. ისმენთ. ლალი გამარჯობა ბაია ვარ. ახლა მოვედი სახლში ჩემი ნივთების წასაღება და არაფერი აღარ დამხვდა. კლიენტს ბინის დაცლა იჩქარებოდა და სადმე ძებნა მე შენი რა არის და რა არა. და ბინას რო ცლიდი, ჩემთვის არ უნდა დაგერეკა? ეგ რომელ პუნქტში ეწერა? რა პუნქტში? მე ხელშეკრულებაში ჩვენ რო გავაფორმეთ. ლალი, ხელშეკრულება რა შუაშია, ლალი? აბა მე სხვა არაფერი მაინტერესებს. შევდახდით ბინის 50%-ზე. მიიღებთ. ხო და ნუა შემაწუხებ რა ძალიან გთხოვ. ვაიმე, აი ესეთი თავხედი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს რა. ესენი ვინ არიან? ღმერთო, ესენი ვინ არიან? ველი წავალ ჩემ ოთახში. ჩემ წიგნები ცხوار წაიღე. ო, ძალიან აინტერესებთ ახლა მაგათ წიგნები რა. ლია. ო. ლია ნახე. თალიკო სამკაულები. აია, ეს სად ნახე? წიგნები რო გადმოვიღეთ, არო გადავარდა და უკან იყო ჩადებული. ეს ჩვეულებრივი სამკაულები არ არის. ძველი ნაკეთობაა. ძალიან ძვირფასია. მიდი ახლა დაურეკე ლალის და მარინას დაგჭათ თქო უთხრა. გამარჯობა. მე ლევანი. ბინა ხმაში გეშალათ. არა, მე ნინოსთან ვარ. ნინო არ არის აქ. შეიძლება რომ შემოვიდე. შემოწით. შემოწით. გისმენთ? ნინოს ჩემზე არაფერი არ თქვამს? მითხრა. მაგრამ არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდით. ისე კი ვიცი ვინც ახარ. და ისიც იცით რომ ნინო ძალიან მიყვარს. და ნინოსაც რო ძალიან უყვარვარ და ჩემთან ერთად რო ბედნიერი იყო? ესეც ხო იცით? ვიცი. მაგრამ დღეს ცოტა სხვა სიტუაცია. ნინოს ქმარი ძალიან საშიში კაცია. და მე თქვენ გინდათ რომ თქვენი შვილი ეგეთ კაცთან ერთად იყოს? რა თქმა უნდა არ მინდა, მაგრამ მაგასთან ჭიდაობის თავი აღარ მაქვს. მაშინ დამეხმარეთ რომ ვიპოვო და აუხსნო რომ შემიძლია მისი დაცვა. არ ვიცი სად არის, დამიჯერე. მირეკავს ხანდახან. მაგრამ აი ეს რამდენიმე დღე არც დაურეკავს. აბა რა გითხრა? მაშინ დაურეკეთ და დამალაპარაკეთ რა. თქვენ ხო გინდათ რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს? აბა რა მინდა? ძალიან გთხოვთ დაურეკეთ და დამალაპარაკეთ რა. დაურეკეთ ძალიან გთხოვთ. კარგი. კარგი. ხო მამა რა ხდება? ნინა ხომ არ გაგარბიძე შვილო? არა, მამა, ცუდად ხო არ ხარ? არა კაცო, რა ცუდად, დავშვი. ლაპარაკი უნდა ცენთან და იმითომ დაგირეკე. დავის. ალო, ნინო. ლევან? მამა ჩემთან რა გინდა? ლევან, თავი დამანებე. ალო. ნინო. გამიქში.
იქნება ცოტა დავაცადოთ, ა? მეც დაველაპარაკები. ძალიან გთხოვთ უთხარით რა, რომ ძალიან მიყვარს და ჩემთან ერთად ბედნიერი იქნება. ძალიან გთხოვთ რა. კარგი, ვეცდები. კარგი, წავალე ხომ, თორე უკაცრავად ცოტა ნასვამი ვარ და საერთოდ არ ვსვავ მე, მაგრამ არა უშავს. შენ უგეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ ხო იცით არა, რომ ჩემთან ერთად ბედნიერი იქნება. დამიჯერეთ რა, დამიჯერეთ. ლევან, მოდი წადი რა. ცოტა დაისვენე. კარგი? კარგით, ეს. უკაცრავად, რომ ისე ვინ შეგაწყვეტ დიდი ბოდიში. ამაში. იდარესა. კარგი, უბრალოდ უნდა მინუსთან და ველაპარაკო დიდი ბოდიში. შეგაწყვეტ. გისმენთ? მამა მე ვარ. მომისმინე მეორედ აღარ დაარეკინა. არჩევი მისამართი მისა და აუხსენი რომ ესე ჯობია. იქნებ ნახო და დაილაპარაკო. მამა რასაც გეუნები ის გააკეთე რა. კარგი. როგორ შეიძლება? მომისმინე თუ კიდევ დაარეკინა ფიცა და ნომერს გამოვცვლი და აღარ შენ აღარ გეცოდინება, გაიგე? კარგი მეთქი, გავიგე. ხო, თათა მეგობრთან წავედი და ვიფიქრე პატარა ვახშობ ხოლმე. ღვინოს ხო და ძმაკაცმა ჩავამიტანა საფრანგეთს და რიძახის ძალიან მაგარი ღვინო. სხვადასხვა არც მე არ გამისინჯავს. ეს პირველად დავაგებო. ისე გამიხარა რომ მოხვედე. სიმართლე თუ გინდა გითხრა, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი მოვსულიყავი თუ არა. ხო და ამიტომ გამიხარა რომ მოხვედე. და იმედი მაქვს რომ იმ დღეს რაც მოხდა დაივიწყე. სანდრო მართლა ძალიან მეუხერხულა. მისმის და მეც ვცდილობ რომ ეს უხერხულობა გაქრეს და რაღაცა დასტაბილურდეს ჩვენი ურთიერთობა. ხო, მაგრამ მაინც კაი, მოდი მაგას ელაპარაკი არ და ვივახშმოთ და გემრიელი ღვინო მოვირთვათ. გაგიმარჯოს. გაგუმარჯოს. მოკლედ მე საჭმელს მოვხედავ, აი? რა საკეთებ? აი მაგას ჩავბერგეთ. არა და დღეს ვფიქრობდი დიეტაზე ხო არ დავჭდე თქო. კარგი, მაგა შენ დიეტა რა გინდა? თან შენ საკუთარ დიეტა არ უხდება და ისედაც ძალიან ლამაზ. ხო იცი? ძალიან დიდი მადლობა. მეც დაგეხმარებ. არა, იყოს. მადლობა. რატო იქნებ მე უკეთესად გამოვიდეს? მართლა? ამჯერად მე გავაკეთებ, ჯო. ერთი წუთი. ხო, აკაკი. კარგად, შენ როგორ ხარ? მართლა რა ამბავი, დათოზე არა მესიახლე. აი, მე რა კაია, როდის ჩამოვა? არა, კი, რა პრობლემაა. მომიკითხე მას. ორ წუთში იქნება მზად. მაკა რა ხდება? სანდრა უნდა წავიდე. მოხდა რა? არა. მაკა მშვიდობა. კი, მშვიდობა. ჩემი ქმარი ჩამოდის ამ დღეებში. კაი. კაი. შვილი მომიკალი. ამ სახში არაფერი აღარ გესაქმება. წადი აქიდან ჩქარა. მე რატომ აბრალებთ? რატო გაბრალებ? მე პასუხები კიდეც? დათო ჩამოდის ხოლ. ვა! მართლა რატო?
შენა ჭკუას მოუხმებობო ცოტა თორე ისე გაგიხდი საქმესა შენ დგარ მოდი აქედან მოკიდე ხელი მაგ შენს უკრსა და წადი ახლა აქედან